მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკაცინცაძე ვარ, 4 ბანკის 4 ისტორია, სტანდარტ ბანკი, ინტელექტ ბანკი, სახალხო ბანკი და ქართულ. ქონება ჩამორთმეული და გაკოტრებული ბიზნესმენები და ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, რომლის გვარიც 4-ვე საქმეში ფიგურირებს. დაიკითხება თუ არა გიორგი ქადაგიძე, ამ შეკითხვას მთავარი პროკურორის მოადგილემ პირველად 20-30-ის ეთერში უპასუხა. ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ბანკების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც თავად ქადაგიძე კი აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ბრალდებები ესმის და მის მიმართ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში საპასუხოდ მზადაა. ვინ და როგორ გააკოტრა ბანკები, ვისი მონაწილეობით დაკარგეს მისმა მფლობელებმა მრავალმილიონიანი ქონება დღეს 20-30-ის ეთერში პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სტანდარტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე, სახალხო ბანკის აქციონერების ადვოკატი დავით ერისთავი, ინტელექტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ჯაყელი ხუნდაძე და უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ისაუბრებენ. გადაცემის მეორე ნაწილში კი მდინარე ოკაცის ხეობას ნახავთ, სადაც ტურისტული ზონა ოფიციალურად გასულ წელს გაიხსნა. ნოემბერში 5 კილომეტრიანი გორდი-კინჩხას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდება. რის შემდეგაც ოკაცის კანიონის მსგავსად ტურისტებს კინჩხის ჩანჩქერის ნახვის საშუალება ექნებათ. დეტალები ნინუცა კახნიაურის სპეციალურ რეპორტაჟში, ხონიდან მანამდე კი დღის აქტუალური თემები. რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების ოფისში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა. თამარ ციკლაუს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. თამარ, რა მოდელზე შეჯერდნენ შეხვედრის მონაწილეები? საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები კოალიცია ქართულ ოცნებაში დასრულებულია. შეხვედრის შემდეგ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მან თქვა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა ხელშეუწყობს სხვადასხვა პარტიებს შორის კონკურენციას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2016 წლის არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით ჩატარდება. მნიშვნელოვნად შემცირდება მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობა. ამასთან ქართული ოცნების გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც. შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ხოლო 2016 წლის არჩევნებისთვის მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია, ისე რომ დაცული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მადლობ, თამარ, ციკლაური გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებების საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად მისი პრემიერ-მინისტრობისა სავალუტო ფონდთან შეხვედრა გაიხსენა. გენო სიყმაშვილი გიამბობ დეტალებს, გენო პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ. საღამომშვიდობის. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა სთხოვა გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ის დათანხმდა სავალუტო ფონდის თხოვნას და ქართულთან დაკავშირებით წარმოებული საქმის შეჩერება ითხოვა, რადგან ეს პირადად მას ეხებოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი მისი და ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ცილის წამებად აფასებს. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ლარის გაუფასურების გადაფარვის მცდელობა. ბოლო პერიოდში სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი. ესეთი არასერიოზული განცხადება ისეთ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიც არის სავალუტო ფონდი. ეს არის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებს ყველა ჩვენი ინვესტორი, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებს ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ რბილად რო ვთქვათ, ესეთი ტიპის განცხადებები არის ძალიან საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ქადაგიძის პასუხს წინ სავალუტო ფონდის ადგილობრივი მისიის განცხადება უძღოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ამ განცხადებით გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ კომენტარს. ციტატა განცხადებიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალ წარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული
ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. სავალუტო ფონდის ამ განცხადების ფონზე ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებს დღეს მოუხდათ განმარტება, შეიქმნება თუ არა პრობლემები სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს პრობლემებს გამორიცხავენ. ჩვენ მუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონ ბიძინა თავის დავაცხადია ის აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მეაჩნია სწორად და მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისაც, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს, პირიქით სავალუტო ფონდი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ქადაგიძე თვითონ აკეთებს პროვოცირებას, რომ ხელისუფლება დაუპირისპიროს სავალუტო ფონდს და ზოგიერთი წარმომადგენელი სავალუტო ფონდისა, როდესაც ის უხეშად ერევა პარლამენტის ფუნქციებში. რაფორმით, როცა ჩვენი უფლება ქონეს ინიცირებული ესა თუ ის კანონპროექტი და არავის რაცა უნდა სერიოზული დონის მატარებელი იყოს ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია, მის რომელიმე ჩინოვნიკს არ აქვს უფლება პარლამენტარებს თითი გაუშვიროს ამა თუ იმ მიმართულებით. დღესვე გიორგი ქადაგიძე მისის განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გმადლობ გენო სიყმაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და დღის მთავარი თემა. 2006 წლის 10 თებერვალი ინტელექტ ბანკში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია. ბანკი სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გაიყიდა. 2007 წლის 24 ნოემბერი პატარკაციშვილების კუთვნილ სტანდარტ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია ინიშნება. ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ სტანდარტ ბანკის მეანაბრეებსა და კლიენტებზე ზეწოლა განხორციელდა. ორ კვირაში ბანკიდან 40 მილიონი ლარი გავიდა. 2008 წლის 28 დეკემბერი სახალხო ბანკის აქციონერები ხელს აწერენ ნაწყდობის ხელშეკრულებას და 318 მილიონი ლარის აქტივს ოფშორში დარეგისტრირებულ ევროილზე 10 მილიონად ყიდიან. 2011 წელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება ჩამოერთვათ. ქართულს კრედიტორებს ბანკის სასარგებლო დატვირთული ქონება სახელმწიფო სასარგებლო დაათმობინეს, რის შემდეგაც ქართულ ბანკი ვეღარ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმატივებს. ეროვნულმა ბანკმა იქ დროებითი მმართველი შეიყვანა. 4 ბანკის 4 ისტორია. ნახეთ რეპორტაჟი. ბანკი წაიღეს, წაგვართვეს ერთ ღამეში, წარმოიდგინე. გოგი ბურჭულაძე სახალხო ბანკის ერთ-ერთი აქციონერი იყო. ამბობს, რომ წილი ერთ ღამეში დაკარგა, რაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადანაშაულებს. ბურჭულაძის განცხადებით გიორგი ქადაგიძემ სახალხო ბანკის გენერალურ დირექტორად ჯერ საკუთარი მეგობარი დანიშნა, შემდეგ კი აქციონერებს წილი რამდენიმე თვის დაფუძნებულ ევროილზე იძულებით მიაყიდინა. ფინანსურმა პოლიციამ უпростоრად ზედამხედველობაში მაშინ წყნეთში იყო. დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, ავედი ფინანსურ ზედამხედველობაში. და შენ ისე 1%-იო ისიც უნდა გადააფორმო, რას ქვია გადააფორმო 1%-ით ხო? შემიგითხავს ხო და თორე შენი დაინტერესდება შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი ესე მითხრა პირდაპირ. აი იმინა ზეწოლა, რასაც ზეწოლა ქვია, დაიწყო უკვე აი ამ 1%-ზე. გიორგი ქადაგიძის სახელი პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილ სტანდარტ ბანკის საქმეშიც ფიგურირებს. ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურების შემდეგ სტანდარტ ბანკს ლიკვიდობის პრობლემა შეექმნა. თუმცა მაშინ ბანკის აქციონერები აცხადებდნენ, რომ კაპიტალის შევსების პრობლემა არ ჰქონდათ. ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. მე როგორც მთავრობის წევრს არა, მე როგორც სახალხო დამცველს თავის დროზე კარგად მაქვს შესწავლილი ის უკანონობების კასკადი, რომელიც თუნდაც ბადრი პატარკაციშვილი ქონებასთან დაკავშირებით დაატრიალა წინა ხელისუფლებამ, მათ შორის იყო მისი ბანკის აბსოლუტურად ხელოვნურად გაკოტრების საკითხიც. ქართულ ბანკის საქმე კი საინკასაციო მანქანის დაპატიმრებით დაიწყო. ამას კანონმდებლობაში ცვლილებები მოჰყვა და ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება ჩამოერთვათ. ქართულს კრედიტორებს ქონება სახელმწიფო სასარგებლო დაათმობინეს, რის შემდეგაც ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მტკიცებით, ქართულ ბანკი ვეღარ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმატივებს. ქართულშიც დროებითი ადმინისტრაცია შევიდა. თუ არსებობს რაიმე ფაქტი იმისა, რომ არ ადგილი აქვს კანონდარღვევას, ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. ლიკვიდობის პრობლემის მიზეზი დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა ინტელექტ ბანკშიც, რის შემდეგაც ბანკი გაიყიდა. 4 ბანკის მიმართ გიორგი ქადაგიძის ბრალეულობაზე უკვე წლებია საუბრობენ. თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მსგავსი კითხვებისთვის პასუხის გასაცემად საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო არსებობს. 2012 წლის ოქტომბრის მერე მიმდინარეობს გამოძიება მრავალ საკითხთან დაკავშირებით. დაკითხული არის ყველა, ვისი დაკითხვა შეიძლება. და ამ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა და ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ იაფასიანი დისკრედიტაციის მცდელობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით 4-ვე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბრუნდებით სტუდიაში 2030 შეკითხვებს სტანდარტ ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან თხელიძე, სახალხო ბანკის აქციონერების ადვოკატი დავით ერისთავი, ინტელექტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ჯაყელი ხუნდაძე და უფლებადამცველი სოფო ხორგვანი უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ლევან, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება, რა მოხდა სტანდარტ ბანკში და რა მიზეზით შემოვიდა ეგ დროებითი ადმინისტრაცია, რა იყო მათი არგუმენტები? მოგიხსენებათ, რა მოვლენები განვითარდა 2007 წლის ნოემბერში. კი ბატონო. 7 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბანკის გენერალურ დირექტორზე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეზე. ამის შემდეგ პარალელურად განხორციელდა პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა ბადრი პატარგაციშვილის აქტივებზე, მათ შორის ბანკზეც, როგორც ცნობილია, ასევე პარკში, ტელევიზიაში მოხდა შეტევა ძალოვნების მხრიდან. 7 ნოემბრის შემდეგ დაიწყეს ბანკის შემოწმება ეროვნულმა ბანკმა. ასევე შემდგომ დღეებში აქტიურად მონაწილეობდნენ ბანკში ჩხრეკასა და სხვადასხვა დოკუმენტაციის ამოღებაზე მუშაობდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და მოიპოვეს რა კლიენტთა ბაზა, დაიწყეს ზეწოლა ბანკის კლიენტებზე, რომ მათ გაეტანათ ანგარიშები და თანხები გადაეტანათ სტანდარტ ბანკიდან. ანუ მიზანმიმართულად მიდიოდა ბანკის ლიკვიდობის შესუსტება, რათა შემდეგ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა თეორიული შესაძლებლობა, რომ დაენიშნა დროებითი ადმინისტრაცია. რაც 24 ნოემბერს განხორციელდა კიდეც. იმავე წლის 24 ნოემბერს და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაენიშნა მაშინდელი მონიტორინგის სამსახურის უფროსი თუ არ ვცდები გიორგი ხადაგიძე. რომელსაც მთავრობისგან დავალებული ჰქონდა ეკონტროლებინა ბანკის ფუნქციონირება და მათთვის ალბათ არასასურველ ხალხზე ან არასასურველ სუბიექტებზე თანხების გაცემა, რომ არ მომხდარიყო ეს ეკონტროლებინა გიორგი ხადაგიძეს. კი ბატონო, ბატონო ნუგზარ, ინტელექტ ბანკის შემთხვევაში რა მოხდა? ჩვენთანაც ანალოგიური, როგორც ბატონმა ლევანმა თავის ბანკზე აღნიშნა, იგივე შემთხვევა მოხდა. 2006 წლის 10 თებერვალს საღამოს 6:08 და 10 წუთი სოდის, კუდის და პროკურატურის წარმომადგენელთა ერთად ბატონი ხადაგიძე, რომელიც იმ დროს მუშაობდა ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის სამმართველოში, მოვიდა ასეთი დოკუმენტით, რომ იყო უკვე დროებითი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული, ჩვენი თანაშრომელი სასწრაფოდ გარეთ ქუჩაში გამოყარეს, თავიანთი დაცვა ჩააყენეს. და დაახლოებით 36 საათში ერთლარად გაუყიდეს საქართველოს ბანკზე. და მთელი ცინიზმი კიდე იმაში მდებარეობს, რომ მე შემდგომ რაპორტებში საქართველოს ბანკი უკვე წერს, რომ სამართლიანად ეს ყველაფერი მოხდა, სამართლიანად შევიძინეთ და ერთლარად შეძენას ისე იგი კიდე ბიჯებით მოხდა, რომ ისე იგი საინტერესოა. როდესაც აცხადებს საქართველოს ბანკი, რომ სამართლიანად შეიძინა, ასეთ შემთხვევაში საინტერესოა ბუნებრივი არგუმენტი რა არის მათი მხრიდან? ჩვენ ახლა ეჭვი გვაქვს ასეთი ეჭვი ჩამოვიყალიბდა და მით უმეტეს ამა წლის 2 ივნისის ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ჩართვის შემდეგ ოდესიდან თუ კი ევიდა, როცა მაგ ჩვენი რატომღა ჩვენი ბანკი გაიხსენა და აღნიშნა ასეთი რაღაც, რომ მაგ ეს ბანკი გადაარჩინა, ინტელექტ ბანკი, რომ ეს ბანკი იყო შევარდნაძის ნათესავების, რომელიც აბსოლუტური აბსურდი არის და მესამე რომ ისე იგი ისეთი ადამიანი ისეთი გულუხობა გამოიჩინა, რომ ისე იგი ჩვენ ყველა 26 დაფუძნებელი ამ ბანკის, რომ ის უბრალოდ გამოგვიყვანა ამ მდგომარეობიდან და გადაგარჩინა. მაგრამ აი ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ეჭვი, რომ ეს უკვე იყო ჩვენ დროსაც 2006 წელს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყნის მაშინდელი მმართველი უმაღლესი ეშელონებიდან და უბრალოდ ბატონი ხადაგიძე და ბატონი რომან გოცირიძე როცა იყო მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მათი უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ. კი ბატონო, აუცილებლად დაგებრუნდებით. ბატონო დავით, სახალხო ბანკის შემთხვევაში ბანკის აქციონერებმა მიიღეს თანხა დასახელდა 10 მილიონი დოლარი. თუ ადასტურებთ რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას და საინტერესო რას აპროტესტებენ ეს შემთხვევაში უკვე აქციონერები? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაყურებელს. მოკლედ შევეცდები ავღწერო ის გარემოებები, რაც მოხდა 2008 წლის დეკემბერში.
2008 წლის დეკემბერში სახალხო ბანკის აქციონერებს იძულების წესით დილის 3 საათის 3 საათიდან 5 საათამდე გადააფორმებინეს მაშინდელი სახალხო ბანკის 99%-იანი აქციების პაკეტი. ამას წინ უძღოდა გარკვეული ქმედებები, რომელშიც ჩარეული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები. იყო ზეწოლა მუქარა, იყო ასე ვთქვათ ოჯახის წევრების განადგურების შესახებ მუქარები და შემდეგ კონკრეტულად გითხრათ ეს ქადაგიძის მხრიდან იყო უშუალოდ ქადაგიძე შეხვდა პირადად ერთ-ერთ აქციონერს გიორგი ბურჭულაძეს სასტუმრო მარიოტში მეყვები იმ ფაქტების კონსტატაციას, რაც ასე ვთქვათ ჩვენებებში არის აღწერილი. იგი დაემუქრა, რომ $1 გაუყიდიდა ბანკს თუ იგი ისინი არ გადააფორმებდნენ მის მიერ დასახელებულ კომპანიაზე ევროილზე აღნიშნულ ბანკს და რა თქმა უნდა შესთავაზა $10 მილიონი. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო ის დარღვევები, რომელიც ქადაგიძის მხრიდან იყო მაშინ ჩადენილი. გიორგი ქადაგიძეზე არ ვსაუბრობ. არა, მესმის მე უბრალოდ მინდა ავღწერო ის გარემოებები, რაც მაშინ მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები, რის გამოც კერძო ინტერესის სასარგებლოდ განხორციელდა იძულება და ბანკის გადაფორმება. გიორგი ქადაგიძეს მაშინ ეკავა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის სააგენტოს უფროსის ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს იყო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახდენდა ფინანსურ მონიტორინგს კომერციულ ბანკებზე. მისი ფუნდამენტური ფუნქცია შეადგენდა კომერციული ბანკების მნიშვნელოვანი წილის 10-25-ან 50%-ზე მეტი აქციების ნასყიდობის შემთხვევაში შეემოწმებინა შავი ფულით ხო არ ხდებოდა აღნიშნული აქციების შეძენა, ვინ იყო ბენეფიციარი, დაკავშირებული იყვნენ თუ არა ბანკის მნიშვნელოვანი წილის აქციების შეძენით დაინტერესებული პირები რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაულებთან, დაკავშირებული იყო ტერორიზმთან თუ სხვა გარემოებებთან. კომერციული ბანკების შესახებ კანონი დაინტერესებულ პირს, ვინც აპირებდა აქციების შეძენას, ავალდებულებდა კანონმდებლობამ, რომ წარედგინათ დოკუმენტაცია და გაევლოთ პროცედურები ამ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული არ განხორციელდა, ან ფუნდამენტური მუხლები იქნა დარღვეული გიორგი ქადაგიძის მხრიდან. მეტიც მაგ პერიოდში იძულების წესით დაანიშნეს გენერალურ დირექტორად მაშინდელი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი. საქართველოს ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის მოადგილეს 6 თვის განმავლობაში ეკრძალებოდათ კომერციულ ბანკში რაიმე სახის თანამდებობის დაკავება. ამასთან აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული დარღვევები იწვევს ნასყიდობის ბათილობას. ანუ თუ არ იქნა გადამოწმებული ბენეფიციარი, თუ არ იქნა შემოწმებული რა ფულით ყიდულობდნენ, რა ფულით ხორციელდებოდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის შეძენა, თუ არ იყო დადგენილი ბენეფიციარების, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სტატუსი. მე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე უცნობი არის სამართლებრივად ვინ შეიძინა მაშინდელი სახალხო ბანკი. ფორმალურად ეს არის კომპანია ევროილი, რომლის ბენეფიციარი დამფუძნებლებიც არიან ერთის მხრივ ევროილის უკან რადგან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები, ერთი არის ბელიში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ლიკვიდირებულია დღეის მდგომარეობით და მეორე არის პანამაში რეგისტრირებული კომპანია, აგრეთვე ლიკვიდირებულია ეს კომპანიაც. ჩვენ როდესაც დავიწყეთ სამართლებრივი პროცედურები სახალხო ბანკის აქციების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 1 წლის თავზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო სახალხო ბანკის ყოფილი აქციონერები აქციების იძულებით ნასყიდობასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ ჩვენ გაგვიცვა წდომა სისხლის სამართლის მასალებთან დაკავშირებით და დღეს ცალსახად შემიძლია განვაცხადო და პასუხისმგებელი ვარ ამ ჩემ ყველა გამონათქვამზე. ეს გამყარებული არის კონკრეტული წერილობითი მტკიცებულებებით და არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მე მინდა ვთქვა ცალსახად, რომ ბანკის ნასყიდობაში გადახდილი ფული იყო შავი ფული. ეს ფული იყო დევნილების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყოფილი 113 მილიონი ლარიდან დეკემბრის თვეში აღებული სახსრები, რომელიც ფიქტიურად იქნა გამოყენებული ევროილის მიერ და ასე ვთქვათ განხორციელდა შეძენა. ამ ყველაფრის უკან იდგა მაშინდელ მთავრობასთან დაკავშირებული კომპანია New Energy, საიდანაც მოხდა აღნიშნული თანხების ასე ვთქვათ ინექცია. მაშინდელი ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის უფროს დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომ შეემოწმებინა რა სახსრებით ხორციელდებოდა ბანკის შეძენა, ვინ იყვნენ ბენეფიციარები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა.
მეტიც ანუ ევროილი როგორც კომპანია თვითონ ქადაგიზემ წარმოადგინა დაახლოებით 9 თვის განმავლობაში თვითონ ხელმძღვანელობდა ბანკს, ანუ სახელმწიფო ევროილის განაცხადებს ამ შემთხვევაში რომ თქვენი ბანკის ხელში ჩასაგდება შეიქმნა. რა თქმა უნდა, შექმნილი იყო ასე ვთქვათ, კონკრეტულად ამ ბანკის ტრანზაქციის 2011 წელს. ვის ინტერესს წარმოადგენთ? რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია ეს შეგიძლიათ გითხრათ? შემიძლია გითხრათ გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ევროილის უკან დგას ცეზარ ჩოჩელი, ლოხუმ კაპანაძე, მერაბ ყუფუნია და შემდგომში ევროილის მხრიდან გადაყიდული იქნა აღნიშნული კომპანია Liberty Capital Invest-ზე, Liberty Holdings-ზე და დღევანდელ ფლობელებზე, სადაც ლადო გურგენიძე ფიგურირებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ბევრი გარემოება არსებობს, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ანუ ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრი გახდათ, ქადაგიძე დღემდე ეროვნული ბანკის ჩვენ საქმეში მე პირადად ცეზარ ჩოჩელის ჩვენება არ მინახია, თუმცა არის ბევრი სხვა ჩვენებები და ეს მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებებზე დაყრდნობით. აღნიშნული დადგენილი არის წერილობით კიცებულებებით, გადარიცხვებით, ფიქტიური ხელშეკრულებებით, ამ ფიქტიურ ხელშეკრულებებს ადასტურებენ არა მხოლოდ New Energy-ს დამფუძნებლები და დირექტორები, ამ ფიქტიურ გარემოებებს ადასტურებს ასევე საბაჟო დეკლარაციები, რის გამოც მოხდა თანხის დანიშნულების გატანა, ანუ თანხა გატანილი იქნა, მინდა აუხსნა დაუშვათ კონკრეტული მიზნობრიობით რაღაც შესაძენად და ამ დროს მოხდა ბანკის შეძენა, ანუ ფიქტიური გარიგება დაიდო, ვინაიდან ეს ფული იყო ბიუჯეტის ფული დევნილების კომპლექსის ასაშენებლად და დანიშნულების გადარიცხული იქნა, რომ შეძენილი იყო რაღაც გარკვეული მასალები დევნილების საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად და ამ დროს გამოყენებული იყო ბანკის შესაძენად. კი ბატონო, გასაგებია უკაცრავად დაგიბრუნდებით აუცილებლად. ბატონო ლევან, თქვენი დაკითხოთ. თქვა თუ შეეძლოთ აქციონერებს კაპიტალის შევსება, ეს მაინტერესებს ბუნებრივია და როგორ ფიქრობთ, თქვა რამდენად აუცილებელი იყო დროებითი ადმინისტრაციის შესაძლებლობა? მე მგონი რომ ხა ბადრი პატარგაციშვილს შეეძლო თავის ბანკში კაპიტალის შევსება, ყველასთვის ნათელია. და ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა აუცილებელი არ იქნებოდა, თუ არ განხორციელდებოდა ის ქმედებები, რამაც გამოიწვია კლიენტების გადინება, შესაბამისად თანხების გადინება ბანკიდან. კი ბატონო ლევან, დროებითი ადმინისტრაცია შემოსვლის შემდეგ ბუნებრივია აცხადებდა, რომ ბანკი არ გაკოტრდებოდა და მეანაბრების ინტერესებს დაიცავდა. ბუნებრივია ჩდება შეკითხვა. შესაძლოა თუ რა თქვა რეალურად არ იყავით მზად იგივე მეანაბრეთა ინტერესების დასაცავად და ბუნებრივია ნებისმიერი თქვა მეანაბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის სტაბილურობა. ისევ იქიდან დავიწყოთ, რომ არანაირი საფრთხე არავის არ ქონდა შექმნილი, რომ არ განხორციელებულიყო შეტევა ძალოვნების მხრიდან, მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებები რომ არ განხორციელებულიყო ბანკის მიმართ. არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ჩვენ ყველა ნორმატივს ვაკმაყოფილებდით. ლიკვიდურობაც ნორმალურ დონეზე იყო. იმ შემთხვევაშიც კი, როცა განხორციელდა ესეთი აქტიური ქმედებები, რათა კლიენტებს გაეტანათ თანხები ბანკიდან, 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხები გავიდა და თქვენ აცხადებთ, რომ უკავშირდებოდნენ თქვენს კლიენტებს და მიმდინარეობდა პერმანენტული ზეწოლა მათზე, რა ტიპის ჰქონდათ მათთან კომუნიკაცია? საუბრობდნენ თქვენთან ამ შესახებ? ინფორმაციით რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეკავშირდებოდნენ კლიენტებს ტელეფონით, შეიძლება პირადადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სავარაუდოდ, ხა ესე დეტალურად სახელი და გვარებით არ ვიცით. და ასნობდნენ მას, რომ გაეტანათ სტანდარტ ბანკიდან მათი კუთვნილი თანხები, იურიდიულ პირებს კი გადაეტანათ სხვა ბანკებში მათი ანგარიში. კი ბატონო, ასევე საინტერესო როგორ აღმოჩნდა თქვა ბანკის სხვა მესაკუთრეს ხელში, ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? ცით მე ბადრი პატარგაშვილი გარდაიცვალა. შემდგომში მთავრობამვე იპოვა არაბი ინვესტორი, რომელსაც შესთავაზა ბანკის ყიდვა რაღაც კონკრეტულ ფასად და ეს გარიგება შედგა უკვე მერე ჩვეულებრივად. აქციონერებთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონიათ, არაფერი არ კითხეს, ამას გულისხმობთ? კომუნიკაცია რა თქმა უნდა იყო. დიახ. მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ რეალურად ბერკეტები ბანკის მართვის იყო დროებითი ადმინისტრაციის ხელში. კარგით, ბატონო ნუგზარ,
თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ დროებითი მმართველი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის სოდის თანამშრომლებთან ერთად მოვიდა. თქვათ, იმ დროს თუ გააპროტესტეთ და თქვათ, მათ თავად რა არგუმენტებით გაამყარეს ეს ქმედება? ისე იგი ახლავე მოგახსენებთ, აქ ჩვენ ბანკთან მიმართებაში იყო ასე სიტუაცია შექმნილი, რომ უკრაინიდან ჩვენთან ჩამოსული იყვნენ პარტნიორები, რომელთაც ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, რომ ჩვენი ბანკის კაპიტალის გაზის მიზნის საწესო კაპიტალის, რომელიც უკვე ფაქტიურად ფილიალებში იმყოფებდნენ ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, დასავლეთ საქართველოში და უკვე მოხდა შეხვედრა ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტთან და მინდა ერთი მომენტი გამოვყო, რომ არიან ცოცხალი მოწმეები ამ საუბრის, რომ ეს უკრაინელები, ისე იგი 2 მილიონი დოლარი უკვე ჩამორიცხული ჰქონდათ ჩვენ ანგარიშზე, საგვარეულო ანგარიშზე და აპირებდნენ 5 მილიონი დოლარის აქციების 5 მილიონი დოლარის შეწყებას და უახლოეს 3 წელიწადში კიდე 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. ყველაზე საინტერესო მომენტი ბატონი ქადაგიძეს რატო დაგვამახსოვდა, რომ მან სულ მოდიში და მუშტები უბრახუნა ბაგიდაზე და პირდაპირ ეუბნება ეს უკრაინელს სტუმრებს, რომ რატო აპირებთ ამ ბანკში ამდენი თანხის ჩადებას. უბრალოდ ჩვენ ეს გაუგნებელი დავჭერთ მარტო ამაზე, რომ იმის ვარგად ადამიანი დაინტერესებული იყოს, რომ ეს მაშინდელ დროში ძალიან ახლად ცდილით ახლა ქადაგიძის გარდა იქ არავინ არ ყოფილა. ბატონი გოციძეს იყო ამ სტუმრებთან შეხვედრა, მაგრამ რატომღაც ბატონი გოციძე ჩუმად იყო და სხვათა ერთი დეტალიც არის ამ დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა რომ მოხდა, კანონით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოეხდინა მის ხელმოწერა ამ ძალებულებაზე. მაგრამ რატომღაც ბატონმა გოციძემ თავი არის და ამ განკარგულების ხელმოწერაზე ერთ-ერთი ქალბატონი იყო ვიცე-პრეზიდენტი, თუ არ მეშლება გვარად ქარდავა მგონი, იმას მოაწერინა ხელი. და უბრალოდ ახლა მეგობრების ის ლაპარაკს რო უსვენ, უბრალოდ რაღაც წვეთი ძალიან გავშვენი ისტორიები ერთმანეთს, უბრალოდ ჩვენთან ეს პირველი ამ იმაში ამ როგორც ვთქვათ ამ მდგომარეობაში ჩვენ აღვწით, ჩვენთან რაღაცნაირად ბატონმა ახლანდელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ ეთყობა რაღაცნაირად სკოლა გაიარა, რომელიც მე ძალიან კარგად გამოვიყენა ამ ორი ბანკის მიმართებაში და საბოლოოდ ახლა ქართულ ბანკის მიმართებაში საბოლოოდ დააგვირგვინა ყველა ვიცი და ასე რომ აქედან მინდა კიდე ერთი მომენტი ვისაგრელო შემთხვევით და რაღაცნაირად საქართველოს ბანკის როლის აღვნიშნო ყველაფერ ამაში. იმიტომ რომ იყო ასეთი სანამ ეს ყველაფერი ეს უბედურება დატრიალდებოდა ჩვენ თავზე 2005 წლის ზაფხულში ბატონი ლადო გურგენიძე გამოვიდა კავშირზე ჩვენთან, ჩვენ მაშინ ხელმძღვანელობასთან და იყო შემოთავაზება, მოდი გავერთიანდეთ, გამსხვილდეთ და რაღაცნაირად ჩვენ გვინდოდა ჩვენი გზით სიარული, რადგან საუკეთესო ბანკერის ექსეულში ვიმყოფებოდით იმ პერიოდში და ვარი უთხარით, თავაზიანი ვარი. და ეს ყველაფერი ჩვენ საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი გაქვს, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად კიდევ და კიდევ ვიმეორებთ გურგენიძის დამატებით უმაღლეს ეშელონებში მოხდა ეს გარიგება. რომ ჩვენი ბანკი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადარჩენილიყო და უნდა შეერთებოდა საქართველოს ბანკს. როცა არ გამოვიდათ ეს მოლაპარაკების შედეგად ეს სპეცოპერაცია გააკეთეს და კიდევ ერთხელ გავიმეორე ეს მომენტი, რომ როგორც კი ეს 2 მილიონი დაინახეს, რომ მოვიდა, ჩვენ სპეციალურად ჩავარიცხნეს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე, ეს ხუთშაბათ საღამოს ხდება და პარასკევის საღამოს ეს სპეცოპერაცია დაიგეგმა. ეს სოდის და კუდის თანამშრომლები თითქოს რეციდივისტები ვიყავით, ისეთი ავტომატიანი ხალხის და ნიღბიანი ხალხის შემოვანა ბანკში ჯერ საჭირო იყო და კიდე ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო, აქ ჩვენ საჩივარში ეს ცალკე თავად გამოყოფილი, რომ ჩვენი დაახლოებით 15 თანამშრომელი ეს ახალგაზრდა ბავშვები გოგოები მეტწილად 2 დღე-ღამის განმავლობაში ჩაკეტილი ყავდათ ბანკის შენობაში და არ უშვებდნენ. ეს ცალკე თემა არის და ჩვენ გვაქვს ამ ბოლო დროს ჩვენი საქმე გადავიდა ახალად შექმნილ დეპარტამენტში და რაღაცნაირად ცოტა იმედები გავიშთა, უკვე 2 წელიწად ნახევარი ფაქტიურად გავიდა, არაფერი ძრა არ იყო ჩვენ საქმეზე, მაგრამ ამ ახალ დეპარტამენტში გადასვლის შემდეგ რაღაცნაირად იმედები ჩაგვესახა. ბატონებო, იმდენი გვარი დასახელდა
სამივე შემთხვევაში ბუნებრივია ჩდება შეკითხვები, ბატონო, თქვენ დავიწყებ, ვისგან ითხოვთ თქვენების დაბრუნებას? იცით რა არის, მე არავისგან არ ვითხოვ, ეს ბანკი იყო ბადრი პატარგაცშვილის და ბადრი პატარგაცშვილის ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს ალბათ, უნდა მოითხოვოს ვინმესგან თუ არა. ამ შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ იმ თვალსაზრისით, ვისაც წარმოადგენთ ბუნებრივი. მე წარმოვადგენ უშუალოდ ბანკს, მაშინდელ ბანკს, მაგრამ ქონება იყო ბადრი პატარგაცშვილის და მისი ოჯახის. თუ დავაზე უნდა იყოს საუბარი, ალბათ მათ უნდა ვკითხოთ ეს. თუმცა მე ჩემი აზრით ასე მგონია, რომ რადგან დავა შეიძლება წარიმართოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და კომპენსაცია თქვათ იმ შემთხვევაში თუ დაგმაყოფილდება დავა შეიძლება მოთხოვნილი იქნას სახელმწიფოსგან. მე ვფიქრობ, რომ ბადრი პატარგაცშვილის ოჯახი ამას არ გააკეთებს, ეს ჩემი აზრია. ანუ სახელმწიფოს არ დააზარალებს. გასაგებია, ბატონო დავით. სახალხო ბანკის ყოფილ აქციონერებს და დღევანდელი ლიბერტი ბანკის აქციონერებს შორის სამოქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა. ჩვენ ვითხოვთ ნასყიდობის ბათილაც პირველ ინსტანციაში არის მოსამზადებელი ეტაპზე, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხი და დღემდე ვართ მოსამზადებელი ეტაპზე იმის გამო, რომ რამოდენიმეჯერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში ჩვენის მხრიდან ყადაღის საკითხი. მიმდინარეობს, იმედი მაქვს, მალე დაიწყება არსებითი განხილვა. პრინციპში საქმე შედგება დაახლოებით 15-16 ტომისგან, ძალიან მოცულობითია, კომპლექსურია. ჩვენ ვითხოვთ აქციების უკან დაბრუნებას და რა თქმა უნდა, შემდგომი სარჩელი და შემდგომი გაგზავნილება იურიდიულია, ამას ექნება აუცილებლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და ამ შემდეგ. ანუ ეს არის უახლოესი მომავალის გეგმები. ჩემს უბრალოდ სამწუხარო არის, რომ ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ ასე ვთქვათ, ამ საქმეში და დიდი ვარაუდით ჩადენილი აქვს სისხლის მიმართებაში რა შეგიძლიათ გითხრათ? დღევანდელ ფლობელებთან მიმართებაში შეგვიძლია ის გარემოება დავადასტუროთ, რომ ასე ვთქვათ, მათთვის ცნობილი იყო, რომ წართმეული იყო ბანკი, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა პროცედურობის დარღვევით იყო ბანკი შეძენილი. მოგეხსენებათ, რომ შესაძაც ბანკი არ არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ნივთი, რომელიც მით უმეტეს ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წილი 99% ბანკის არ შეიძლება შეიძინოს ადამიანმა, ასე ვთქვათ, კანონის გვერდის ავით. კანონს გარკვეული პროცედურები აქვს, ის პროცედურები თუ არ გაიარე, ვერ მოახდენ ბანკის შეძენას. აბსოლუტურად თუ რაიმე დადგენილი ნორმა არის კანონმდებლობით, ფუნდამენტური ნორმა, ყველა ნორმა არის დარღვეული მაშინდელი საფინანსო დამხმარების სამსახურის მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ქადაგიძე. ჩვენ გვიწევს გიორგი ქადაგიძეს საუბარი, ვინაიდან გიორგი ქადაგიძე იყო მთავარი, ასე ვთქვათ, მოხელე, რომელიც ახორციელებდა აღნიშნულ აქედან გამომდინარე იძულებულები ვართ დღეს ის ასევე წარმოადგენს მაღალი თანამდებობის პირს და გვიწევს ამ თემებზე საუბარი. მე მინდა ვთქვა, რომ მას დღეს უკავია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია და ის დღესაც ცდილობს ხელი შეუშალოს ყველანაირად პირადად არის. დოკუმენტაციასთან დოკუმენტაციის წტომასთან დაკავშირებით ყველაფრის გამოთხოვა გვიწევს სასამართლოს მეშვეობით მხარე, ასე ვთქვათ, იმ მასალების მოპოვება, რომელიც მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დასადგენად, გვიწევს იმ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება, რაც არის სისხლის სამართლის პროცესის გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსი და ასე შემდეგ. ანუ ის პირადად არის დაინტერესებული, ვინაიდან მის დროს მოხდა მისი ზეწოლის შედეგად განხორციელდა აღნიშნული და აქედან გამომდინარე სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით დევნაა დასაწყები. იმ მასალებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დევნა არის დასაწყები და ველოდებით, როდის განხორციელდება აღნიშნული. ბატონო ნუგზარ, ვიდრე თქვენ მოგმართავდეთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ 2030 ლიბერტი ბანკს დაუკავშირდა და ლადო გურგენიძე საქართველოში არ ყოფნის გამო მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. გისმენთ, ბატონო ნუგზარ. მე ჩვენი პოზიცია როგორია? ჩვენ გვაქვს სარჩელი შეტანილი როგორც საქართველოს ბანკის, ასევე ეროვნული ბანკის მაშინდელი მესეულების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ რაპორტში, რომელიც 2007 წელს ჩვენ ხელთ ჩაგვივალდა, გაგზავნილი აქვს საქართველოს ბანკს თავიანთ ევროპულ პარტნიორებთან, სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, თეთრი ჩავაწერია პირდაპირ, რომ ალბათ რაღაცნაირად გული უგზნობდათ, რომ თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ იძულებული გავხდით ეს ქონებრივი ვალდებულება დაუბრუნოთ ინტელექტ ბანკს, სახელმწიფო იძულებული იქნება ჩვენ აგვინაზღაუროს ზიანი. ისე იგი რაღაცნაირად ეს უნდა გამოძიების საქმეა. რატო ქონდათ ეს შეშები? ჩვენ როგორც მოგახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რამდენი 10 მილიონზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რა ვიცით, ალბათ ჩვენი პირველი მიზანია, რომ ჩვენ
პროკურატურამ დაზარალებული აქვს და ეს უკვე სამოქალაქო საქმე იქნება. გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ბოლო ინფორმაცია გვაქვს, ახალ დეპარტამენტში გადავიდა ახალი გამოძიებელია დანიშნული და აქტიურ ფაზაშია, როგორც ბოლო ინფორმაცია გვაქვს. კი ბატონო, სოფო ხორგვანს უფლება დამცველს მოვისმინოთ. სოფო, მოვისმინეთ უკვე სამი ისტორია სამართლებრივად, რამდენად შესაძლებელია, თქვათ, ბანკების ყოფილმა აქციონერებმა კუთვნილი წილი თუ ქონება დაიბრუნონ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს სტუმრებს. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, რაღაცა შეფასება მინდა გავაკეთოთ თუ მომცემთ უფლებას. ახლა მოვისმენე ეს ინფორმაციები და მანამდე ბატონი ქადაგიძის განცხადებაც. დიახ და ასევე სავალუტო ფონდის განცხადება, დიახ, ჩვენ ყველას გვჭირდება და გვაინტერესებს და ჩვენს ინტერესშია, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით, დიახ. და უფრო მეტიც ეს არა თუ ჩვენი ინტერესი, ეს არის ჩვენი უფლება, კონსტიტუციური უფლება, კონდეს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და სახელმწიფო მოხელეებისადმი. ის ინფორმაციები, რაც დღეს მოვისმენეთ და გარდა ამისა, მე სახალხო დამცველის მოადგილე გახდით იმ დროს, როდესაც ბადრი პატარკაცის ქონება წაართვეს, ამიტომ ბევრი ინფორმაცია მაქვს, ასევე დეტალურად ვიცნობ სახალხო ბანკის საქმეს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია, ის კითხვები, რაც არსებობს და ის საქმეები, რომლებიც მიდის პროკურატურაში, დღეს არ გამოჩენილა და როდესაც ბატონი ქადაგიძე ლაპარაკობს რეპუტაციაზე, მას მაშინ უნდა ეფიქრა საკუთარ რეპუტაციაზე და ერთ კითხვას თუ მიპასუხებს და ერთი შემთხვევა თუ მაინც იცის ბატონმა ქადაგიძემ განვითარებული ქვეყნების მაგალითი მოიყვანოს და თქვას, სად მომხდარა მსგავსი რამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და საბჭოს წევრებად პროკურატურიდან დანიშნული კადრები დანიშნულიყვნენ ან ხელმძღვანელობდნენ ასეთ უწყებას პროკურატურიდან დანიშნული კადრები. და მითხრას, რამდენად უწყობს ხელს ეს ნდობას და დამოუკიდებლობას ეროვნული ბანკის. მე პირიქით ამ პირდაპირ ჩანს და შემიძლია ვთქვა, რომ იგივე მაგალითად ბადრი პატარკაციშვილის ქონების წართმევის შემთხვევაში ეს უწყება იყო პრაქტიკულად ერთ-ერთი შემადგენელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემის, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ამ უკანონობაში. დიახ, სოფო, გასაგებია, რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, მან განაცხადა, რომ 3 წლის განმავლობაში მას მხოლოდ ბრალდებები ესმის და მზად არის პასუხის გასაცემა და ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა, ინტერესი იქნება. ასეთი არის მისი კომენტარი. სამწუხაროდ ის ახლა ჩვენთან სტუდიაში არ იმყოფება, ამიტომ მე მიწევს მისი კომენტარის გამეორება. თუმცა ჩემი შეკითხვას რაც შეეხება, რომელიც დავსვი სამართლებრივად, თქვათ, რამდენად შესაძლებელია, რომ ბანკების ყოფილმა აქციონერებმა კუთვნილი წილი ან ქონება უბრალოდ დაიბრუნონ. ახლა მე მოვისმენე აქ და მიხედავ რომ არის სამოქალაქო დავა, თუმცა აი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხელეები ჩვენ მქონდეს, ანუ რეპუტაციით სარგებლობდნენ საჯარო მოხელეები და კეთილსინდისიერ ადმინისტრირებას ახორციელებდნენ. იმიტომ რომ გამოდის რომ დიახ, ერთ-ერთი მაგალითად სახალხო ბანკის შემთხვევაში, როდესაც დაზარებლად ცნეს მოქალაქეები, დაზარებლად ცნობის დადგენებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ეს ადამიანები დაზარალდნენ ეროვნული ბანკის მოხელეების უკანონო ქმედებების გამო. შესაბამისად, ეს აძლევს საშუალებას ამ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან ითხოვონ ზიანის ანაზღაურება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხელეები არ ჩადიოდნენ დანაშაულს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა მოუწევს სახელმწიფოს. და აქ ცოტა ხნის ამას წინ ამ დღეებში თქვა საუბარი და ბატონ ბიძინევანიშვილის განცხადებაც იყო, რომ მე ჩემი პირადი წენა, ანუ ჩემი პირადი საქმე ვაპატიე. დიახ, მე შეიძლება ვაპატიო ჩემი პირადი საქმე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ რომელიმე აქ წარმოდგენილმა თუნდაც იგივე სტანდარტ ბანკმა უარი თქვას დავაზე, მაგრამ რეალურად, როდესაც მოხელე ასე ექცევა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი ძალადობს მოქალაქეზე, მე მოქალაქეს ავტომატურად მიჩნდება უფლება სახელმწიფოს წინააღმდეგ განვეწყო და მოითხოვო სწორედ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან ცუდია ის, რომ ამ ხნის განმავლობაში გაიჭირა ასეთი დრო დასჭირდა გამოძიებას, თუმცა მესმის ესეც, იმიტომ რომ საქმე ეხება ისეთ, ანუ არ არის მარტივი გამოსაძიებელი ასეთი ტიპის საქმეები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს გამოძიება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ მოქალაქეების პრობლემები პრობლემად რჩება, არაკეთილსინდისიერი მოხელე ისევ თანამდებობაზე რჩება, მე მაქვს უფლება, თუნდაც აი ამ მასალების საფუძველზე, იმის საფუძველზე, რაც მოვისმენთ, თქვა, რომ ბატონი ქადაგიძე არ არის კეთილსინდისიერი მოხელე და მისი მოქმედება არ არის ის, რასაც ვეძახით კეთილსინდისიერი ადმინისტრირება. დიახ. სოფო, რაც შეეხებოდა ეს ქადაგიძეს, მე მაინტერესებს პროკურატურა გამოძიება ახსენე რამდენჯერმე. ხელისუფლების შეცვლიდან ესეც განაცხადა, რომ 2 წელიწად ნახევარი გავიდა დაახლოებით. მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, აი, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს გამოძიების დასრულებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი?
თუნდაც ახლა ბატონი დავით ერისთავი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც ინფორმაციის გამოთხოვის პრობლემა გაქვს, როდესაც შენ არ გაქვს წვდომა ინფორმაციასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად რომ მოვითხოვოთ ახლა, აი პროკურატურამ მოითხოვოს ექსპერტიზა თუნდაც, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა, ხო? ისევე გამოდის რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს უნდა სთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება, გამოდის რომ მაშინ ინტერესთა კონფლიქტია. ანუ დაიქირავოს რომელიღაცა გარე რაღაცა გარე ჯგუფი, რომელიც აუდიტ ჩაატარებს. ეს ძალიან ძვირია. ამიტომ მე ვფიქრა, ამიტომაც ვამბობ, რომ სწორედ ის, რომ ბატონი ქადაგიძე იმყოფება დღეს იმ თანამდებობაზე და სწორედ მის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვა და სწორედ იმ უწყებაში არის ის დოკუმენტები, რომლებმაც ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს, მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი. სოფონო აცხადე ფაქტობრივად, რომ პროკურატურა მზად არ არის გამოძიების დასრულებისთვის. ესეთ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაიყვანენ მოახერხეს პროკურატურა ამას, თუნდაც ახლა ეს ერთი შემთხვევა, სადაც უკვე მოქალაქეებს სახალხო ბანკის ყოფილი აქციონერები დაზარალებლად ცნეს. ეს უკვე რაღაც შედეგია, ცხადია. ხო, ამის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს კონკრეტულად ბრალის წარდგენა იმ ადამიანებისადმი, ვინც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს აქციონერები დააზარალა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, თუ არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა. ძალიან დიდი მადლობა სოფო, ბატონო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. პირდაპირ ეთერში გვერდებოდა უფლება დამცველი სოფო ხორგვანი, სტუდიაში კი სტუმრად იმყოფებოდნენ პატარკაციშვილების ოჯახის კუთვნილებაში არსებული სტანდარტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე, სახალხო ბანკის აქციონერების ადვოკატი დავით ერისთავი და ინტელექტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ჯაყელი ხუნდაძე. რამდენიმე წუთში კი ხონიდან ნინუცა კახნიაურის სპეციალურ რეპორტაჟს ნახავთ, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ 20-30 ამჯერად უკვე რეგიონებში. ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური ამჯერად ხონში იმყოფებოდა, სადაც ზოკაცის კანიონი კინჩხას ჩანჩქერი დაათვალიერა და მოსახლეობასაც შეხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტების მატება მათთვის ბიზნესის წამოწყების მასტიმულირებელია. ნინუცა კახნიაურის სპეციალურ რეპორტაჟში ნახავთ, რა კეთდება, რა პრობლემებია და როგორ ცხოვრობენ ხონში. სოფელ ზედა გორდის მიდამოებში. მდინარე ოკაცეს ხეობაში ოკაცეს კანიონი მდებარეობს. აქ ტურისტული ზონა გასულ წელს ოფიციალურად გაიხსნა. რკინის კონსტრუქცია და ჰაერში გამოკიდული ხიდები დამთვალიერებელს ყველა რთულად მისასვლელ ადგილზე მოხვედრის საშუალებას აძლევს. კანიონის გახსნის შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ჩვენ ხონელებს გვიამაყება, რომ ესეთი სილამაზე დაგვაჯილდოა ბუნებამ, ღმერთმა და გვინდა რომ ეს ადგენს ჩვენს მუნიციპალიტეტს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტების მოზიდვა ბუნებრივია წარადგება პირველ რიგში ამ სოფლებს. ოკაცეს კანიონზე ტურისტების სიმრავლემ მოსახლეობას ბიზნესის წამოწყების სტიმული გაუჩინა. ბატონო, აქ სახლი გქონდათ? კი, ეს იყო ძველი მამა-ბაბურის სახლი, რომელიც ბებიაჩემმა ჩაუტარა რეკონსტრუქცია უბრალოდ ააშენა და ძალიან დიდი სახლი იყო, ორსართულიანი და ყველა ვეჩხუბებოდით ცხონებულს, რომ რა თქინდოდა ბები ამ ხელა სახლი, ამას რა გაარემონტებს ამ ხელა სახლს, მაგრამ ძალიან ჩიგუტი და მაგარი ხალი იყო და გამოგადგათ ბებიის აშენებული სახლი? როგორ გითხრათ, გამომადგა. რამდენ სართულიანი სასტუმრო იქნება? 4 სართულიანი. შეგიძლიათ დაგვათვალიერებინოთ და გითხრათ, სად რა იქნება? კი ბატონო, დაგათვალიერებინე. ეს არის ჰოლი. ეს არის ხოლმე შემოსასვლელი, აქეთ ბუხარი და საღამოს აქ ზამთარში განსაკუთრებული და ძალიან ვილხენთ ხოლმე. აქ იქნება 7 ნომერი არის. ყველა ნომერს აქვს თავისი საშხაბე, სველი წერტილი, ტუალეტი და აივანი კიდე ცალ-ცალკე. ბატონო, მესამე სართული მთლიანად ხეში იქნება, ჩასული? ბატონო, მთლიანად ხე და აგური. აქ არ იქნება არავითარი გიფსოკარდონი, საღებავები, შპაკლი და რაღაცეები. ასე რომ ვთქვათ, ეკოლოგიურად სუფთა სართული იქნება. ფასები როგორი იქნება? ძალიან ისეთი სიმბოლური. თავარი არის აქ. მისაღები ფასები იქნება? ყოველფრთხილ იყოს და ჩემი ერთადერთი სურვილი არის, რომ აი ამან თავი შეინახოს, აი ამ ეზომ და იმან და როცა მოვალ ყოველთვის იყოს ჩემი სტუმრებისთვის მზამბმარეობაში. ძირითადად უცხოელ ტურისტებს უმასპინძლებთ თუ ადგილობრივებსაც? უცხოელი ტურისტები მაგრამ მაინც ამხიბლავს. ანუ ეს სასტუმრო ქართველებისთვის კეთდება? ესენი და არის ისეთი ხალხი, რომელსაც მოწონს გორდი, კინჩხა და აი იმ ხალხისთვის იქნება. როდის იგეგმება სასტუმროს გახსნა? ცოტა ძნელი კითხვა არის. როგორც ითხარით, ჩემს გარეშე სამუშაოები არ მიდის და ვერ ვწდები 1 3 4 5 კაცზე მეც ვერ ვამუშავებ ხოლმე და
რა ვიცი, მე მგონი დაწყნარებულად მაინც გაესისთვის გაიხსნა. ვის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ საოჯახო ტიპის სასტუმრო და კაფე-ბარი გაკეთეს? ეს როცა ვიზიტატორთა კლუბი გახსნეს და როცა ეს ჩაკიდული კიბეები გააკეთეს. დაახლოებით თვეში რამდენ ტურისტს მასპინძლობთ? თვეში არიან შეიძლება ყოველდღე არ იყოს, მაგრამ არიან გუშინ 3 იყო, დღეს 2 არის გერმანიიდან, გუშინ პოლონეთიდან, არის ლიტვიიდან, არის ლატვიიდან. რამდენად აქირავებთ ერთ ოთახს? ერთი საწოლი ღირს 15 ლარი ერთი ღამე. ამაში შედის კვებაც თუ არა? არა, კვება არის ცალკე, რასაც მოისურვებენ, შეგვიძლია გავუკეთოთ ყველა. წელს ქალაქ ხონში 4273 მთლიანად, მუნიციპალიტეტში კი 5800 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. სამუშაოებისთვის ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე მილიონი ლარი გამოყო. ბუნებრივი აირი არ ყოფილა, ძირითადად სარგებლობით ბუნებრივი თხევადი აირით და ზამთრის პერიოდში შეში. რაც დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ახლა ბუნებრივი აირის შემოსვლა ფაქტიურად უკვე არის დიდი შემოსავალის დაზოგვა და ფაქტიურად ხალხი ამოისუნთქავს ამ ბუნებრივი აირის შემოყვანით. შეყავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2015 წელს 48 ფერმერზე 1.3 ლარი გაიცა. თანხით ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები მოეწყო. გაფართოვდა უკვე არსებული მეფრინველეობის ფერმები. თაფლის წარმოების მოცულობა გაზარდეს მეფუტკრეებმაც. ბატონო ვალერი, რამდენი სათბური გაქვთ და ძირითადად რა გაქვთ მოშენებული? 5 სათბური მაქვს 2000 კვადრატია სულ. მაქვს კიტრი, პამიდორი, მარწყვი, ეხა ყვავილი დავრგე. კიდე ის კაი ვარდი ჩამოვიტანე და ის დავრგე. რა ვიცი, ახლა ამ წუთში მოსავალს აგერ პამიდორს ვიღებთ. გასულ წელს როგორი მოსავალი მიიღეთ? საუკეთესო მოსავალი მივიღეთ, კიტრი და პამიდორი. ზამთარში ახალ წელს ჰქონდა კიტრი, პამიდორი, ადგილობრივი ბიოპროდუქტი, ნამდვილად ბიოპროდუქტი. შემოსავალი როგორი იყო გასული წლის? შემოსავალი ძალიან კარგი იყო, რაც ვიმუშავეთ, ძალიან კმაყოფილი ვიყავით, მუშახელიც, თვითონ მეც ვაწარმოებდი. წელს როგორ მოსავალს ელოდებით? წელს უკეთეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გავაფართოვე უფრო მეტი, გარე გრუნჩიც დავდივარ. გასულ წელს მიღებული შემოსავლით გაფართოვდით? კი, გარე გრუნჩიც ვრგავ, ახლა ბადრიჯანს, ბულგარულს ვრგავ, ახლა ნახავთ სამუშაოებს სრულდება, აკეთებენ. ხალხი მყავს დასაქმებული და მოსავალს მივიღებთ ბიოპროდუქტს. არის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა? ნამდვილად არის, იმიტომ რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი, რო არ ყოფილიყო ის იაფი აგროკრედიტი, რომელიც მომცეს თავიდან 3%-იანი მქონდა, მეორე სესხი მომცეს კიდე 2%-იანი. რამდენი? $100,000 მომცეს 2%-იანი სესხი. 80-იანი წლებიდან წყობრიდან არის გამოსული ხონის საკანალიზაციო სისტემა, რომელიც განსაკუთრებულ პრობლემებს სოფელ ქუთირის მოსახლეობას უქმნის. ისინი წლებია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. კანალიზაციის წყალი ამოდის და მიყვება. შენი წყალს და ბოშები წყაროს წყალი, შენ წყალი შეერთებულია და ბანაობენ ეგრე, რას მეიშალა. ე კანალიზაცია, იცი, სამბავი და იგი იმის მერე მასია მაგ. კვაზავში ჩადიოდა და სიარა და ახლა საწავა ტურები გაბინდული. კაცი რა, პატრონ. საფხუში სიცხეები როა ჰაერის ცუდი მოდის. ძროხის ყველი არ ვარ გაშხამიანია, მწარია და ძაღია. და იძახიან მოგვარდება, როდის მოგვარდება? ვიწამლებით ხალხი. საქონელი ვერ გაგვიდენია. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ხონის მუნიციპალიტეტს შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ ეს არის გლობალური პრობლემა და ამას ჭირდება ცენტრალური მხრიდან გვერდში დგომა. მე მინდავთ ხო ყველას ვისაც ძალუც მოვაქციოს სოფლის ყურადღება, იმიტომ ხალხი ძალიან მდგომარეობაში არის ამ ხრის, მით უმეტეს საფხული მოახლოებული არის და კიდევ გამზარდდება აქ ანტისანიტარული მდგომარეობა. უკვე დაწყებულია კინჩხას ჩანჩქერის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 5 კილომეტრიანი გორდი კინჩხას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ოკაცეს კანიონის მსგავსად ტურისტები კინჩხას ჩანჩქერსაც უპრობლემოდ ესტუმრებიან. ხონიც იმედია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ ტურისტს მიიღებს, ამას უკვე შემოდგომით სტატისტიკა გვიჩვენებს, მანამდე კი საქართველოს მასშტაბით ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.